Welcome to Maxicom. The mobile phone you have called is either turned off or out of the coverage area. სუსის გამომძიებელი, რომელმაც ლევან ხაბეიშვილი ციხეში პოლიტიკური განცხადებების გამო გაუშვა, მედიასთან არ ჩნდება. სუსის ფაილების თანახმად, შაქრო ხარშილაძე ტელე-პირველის მაყურებელია. გადაცემებს სიტყვა-სიტყვით შიფრავს, რაც ტელეტრანსლაციის დროს გამორჩება შემდეგ ინტერნეტში ეძებს. ეს შაქრო ხარშილაძის მშენებარე სახლია თბილისის ზღვასთან ახლოს. ორსართულიანი სახლი დგას და შიდა მოპირკეთება იწყება. თუმცა მშენებლობის ნებართვა არ არის. არათუ სახლში არ არის ნებართვა 2015 წელს, როდესაც მიმართეს მათ განცხადების არქიტექტურის სამსახურს და სთხოვეს, რომ მათ სურდათ აეშენებინათ ინდივიდუალური ერთბინიანი სახლი, მათ მიიღეს უარი და დაუსაბუთეს ეს უარი, რომ ეს იყო სასოფლო სამეურნეო ზონა, არ არსებობდა იქ არანაირი შესაბამისი ინფრასტრუქტურა სახლის ასაშენებლად, უთხრეს ასევე, რომ გადაეგზავნა ზონალურ საბჭოსო და აი ვხედავთ ჩვენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ ზონალური საბჭოს ყველა წევრმა, აბსოლუტურად ყველა წევრმა უთხრა უარი. თუმცა იმავე წელს, როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, ისარგებლა მისი კონტაქტებით, მისი თანამდებობებით, ხელთავიდან შეაბრუნა მერიაში და ისე რომ არანაირი მოცემულობა არ შეცვლილა ამ ტერიტორიაზე, უკვე რამდენიმე თვეში აიღო ნებართვა არა სახლის მშენებლობაზე. გამომდინარე კიდევ რომ უთხრეს, რომ ეს არის სასოფლო ზონა და სასოფლო სამეურნეო მიწაო, მხოლოდ რაღაცა ტექნიკური ნაგებობა 60 კვადრატამდე, სადაც არ ვიცი, ფოცხს შეინახავ, მინი ტრაქტორს დააყენე. შაქრო ხარშილაძის მამამ თბილისის მერიას ზღვასთან ახლოს მშენებლობის ნებართვა 2015 წელს თხოვა. დოკუმენტებით დგინდება, რომ გამომძიებლის ოჯახს 60 კვადრატული მეტრის საწყობის აშენებას თხოვდა. დოკუმენტებში წერია, რომ ფარდული სუსის გამომძიებლის მამას ხელსაწყოების შესანახად სჭირდებოდა, თუმცა ადგილზე ორსართულიანი სახლი დგას. 5 მეტრის სიმაღლის ფარდული დამხმარე ნაგებობა, როგორ იქცა ორსართულიან სახლად ლილოს დასახლებაში. ჩვეულებრივად მაგაზე არსებობს მერიის დადგენილება და იმის მიხედვით არის გაერთებული ყველაფერი. არქიტექტურის სამსახურში შესაბამისი ნებართვა არ იძებნება, თანხმობა მხოლოდ გაცემულია დამხმარე ნაგებობაზე. იძებნება თუ კარგად მოძებნით, რუნთან ვარ ახლა არ მცალია თქვენთან სასაუბროთ. ბატონო რევას, შაქროს გავლენების საფუძველზე მოხდა უკანონო მშენებლობა ლილოს დასახლებაში? გამომძიებელი შაქროს მამა ამტკიცებს, რომ მშენებლობის ნებართვა აქვს. თუმცა ასეთ ნებართვას მერიის ვებგვერდზე ვერც საკრებულოს წევრებმა ვერ მიაკლიეს. ამ ადამიანს არავინ არც სახლს დაუნგრევს, არც დააჯარიმებს. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან ხოლმე და მიადგებიან ტრაქტორები და მიწასთან ასწორებენ ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანი მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ეს ადამიანი მზად არის, რომ შეასრულოს ნებისმიერი სამარცხვინო უკანონო დავალება, მათ შორის აბსურდული და გამოგონილი შეთითხნილი ბრალდები დააკავოს პოლიტიკოსი, ისეთი როგორიც არის ლევან ხაბეიშვილი და შესაბამისად ამ ადამიანს არავინ არ შეეხება. თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მან მოისმინა ჩვენებები, რომ განცხადების გამო ეიფორია და შერცხვენიათ იქ თანამშრომლებს და ამის გამო უნდა დაისაჯოს ლევანი, ამის გამო უნდა დაისაჯოს ხაბე, მაგრამ თუ თვითონ ჩადიან უკანონობას, აშენებენ უკანონოდ სახლებს, უკანონოდ იტაცებენ მიწებს, ქონებას, ბიუჯეტს და ასე შემდეგ სხვა მაღალ ჩინოსნები მის მსგავსად, მაგ შემთხვევაში თურმე არაფერი არ უნდა შეეხოს, არც დაჯარიმდეს, არც სახლი დაინგრეს. რატომ? იმიტომ რომ კვლავ გააგრძელოს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის უკანონო დავალებების შესრულება. ბატონო შოთადილა მშვიდობიცად ნახეთ ხაბეიშვილის გამოსვლა რომ ითხრათ. ეს შოთა პაპუაშვილია, სპეცრაზმის დარბევის დანაყოფის ერთ-ერთი შეფი. მისი ჩვენება გამოიყენა გამომძიებელმა შაქრო ხარშილაძემ საქმეში ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ახლა შოთა პაპუაშვილს ვეკითხებით პოლიტიკოსის მიმართვიდან, რატომ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. თავი შეურაცხყოფილად რა მომენტში იგრძენით? ახლა შეურაცხყოფილი ხარ? ახლა შეურაცხყოფილი ხარ ბატონო შოთა? ახლა იმას გეტყვი რა, ზუსტად იმას გეტყვი რა, რაც მაგრამ თქვა, ჩემი დამოკიდებულება არ არის. ეს არის ფრენა, განსაკუთრებულ დავალებულ დეპარტამენტის ერთ შემადგენლობით. რა, შეურაცხყოფილი. რაც ვილაპარაკე? ვინ დაგიწერა ჩვენება? რა ჩვენებაზე ველაპარაკები?
სპეცრაზმელს, რომელიც ახლა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მთლიანი შემადგენლობის სახელით საუბრობს, ხაბეიშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მივაკითხეთ. სპეცრაზმელის მიერ მიცემული იდენტური ჩვენების გამო დასმულ შეკითხვას აქციების დამბრბები სპეცრაზმელი წყობიდან გამოყავს. სამივე მოწმეს იდენტური ჩვენება როგორ გაქვთ? მიიღეთ, გინდა როგორც გინდათ ისე. ვინ შეგარჩიათ მოწმეთ ბატონო შოთა? ეს არის ჩვენი პირადი შემადგენლობის დამოკიდებულება, ის რომ ღალატში ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას. რომელ ღალატში? თქვენ გითხრეს რომ უკანონობა არ ჩაიდინოთ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ბატონო შოთა, ვინ მიგიწვიათ ჩვენების მისაცემად? ქარცევაძე? ეგ მაინტერესებს, ვინ გამოგარჩიათ და ვინ დაგპატიჟათ ჩვენების მისაცემად? საქმის მასალების მიხედვით 10 სექტემბერს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ხაბეიშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოსაკითხად რომან ქარცევაძეს მიმართა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გამოეყო. ქარცევაძემ ხაბეიშვილის საქმეზე სუსის მოთხოვნა რამდენიმე წუთში დააკმაყოფილა და უსაფრთხოების სამსახურში 3 მოწმე სპეცრაზმელის მონაცემი გადაგზავნა, ვინც ხაბეიშვილის მიმართვის საფუძველზე თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. შოთა პაპუაშვილთან ერთად შეურაცხყოფილ სპეცრაზმელთა შორის არის ბექა რუხაძეც, ყოფილი პატრული, რომელიც ხარებას წასვლის შემდეგ დაწინაურდა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გახდა. ეს პატრულ ინსპექტორ ბექა რუხაძის სიცილიური არდადეგებია. ის მეუღლესთან ერთად იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ისვენებდა, როდესაც ხაბეიშვილმა სატელევიზიო ეთერებით პირველი განცხადება გააკეთა. სავარაუდოდ რუხაძეს დასვენების დროს ხაბეიშვილის განცხადების მოსასმენად საერთოდ არ ეცალა. ის ახლა ჩვენ გვემალება. თავარი მოწმე რო არის ლევან ხაბეიშვილის საქმეში, ალბათ იცით, მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს ბატონი ლევანი და ეს მაინტერესებს ჩვენება ვინ დაუწერა, სად გაიგო, სად მოისმინა, სად უყურა ლევან ხაბეიშვილს. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. სიცილიაზე უყურა, ეს მაინტერესებს დასვენების პერიოდში? დასვენების პერიოდში. ბექა რუხაძის მეუღლე თაკო გვასალია, რომელიც იტალიური არდადეგებიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, გვარწმუნებს, რომ კაცმა, რომელმაც ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და ოპოზიციის ლიდერის ციხეში გაშვებაში მიიღო მონაწილეობა, ხაბეიშვილის განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად საერთოდ არ გრძნობს. და ახლა ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ მისცა ამ შინაარსის ჩვენება რუხაძემ? თქვენი მეუღლე ახლა მაინტერესებს ყოველდღიურად რომ მოდის სახლში, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს თუ არა? არა ხო? არ ეთყობა არაფერი ხო შეურაცხყოფის. და ეს ჩვენება ვინ დამიწერაო, რა თქვა? მე მართლა ვერაფერს ვერ ეკეთებ. სავარაუდოდ ბექა რუხაძე სპეცრაზმის ის თანამშრომელია, რომელიც ახალ ხელმძღვანელობასთან ვალშია. 36 წლის პოლიციელი გედედეს რიგებში აგვისტოში გადაიყვანეს და ყოველგვარი გამოცდილების გარეშე პირდაპირ უფროსი ინსპექტორის პოზიციით დააჯილდოვეს. თან ისე, რომ მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი იყო. და როდის გადაიყვანეს გედედაში რა გითხრათ? ეგეც არის. რას უკავშირდება მისი დაწინაურება? არ საუბრობთ საერთოდ. ეხლა შესაძლოა უფრო მაღალ პოზიციებზე ვიქნებოდ ბატონო ბექა ამ ჩვენების მიცემის შემდეგ. ეს მისი კარიერის პიკია? არის. ბატონი შოთას ნახვა მინდოდა. არ არის. ანუ მეუღლე ბრძანდებით ბატონი შოთასი შეიძლება ერთ წუთით რო გამიღოთ? სუსის სანდო და სავარაუდოდ სრულ მოწმე პოლიციელებს შორის არის შოთა არჯევანიძეც, პოლიციელი, რომელიც ამ უწყებაში ხარებას შემდეგ დააწინაურეს. არჯევანიძეს 2025 წლის აგვისტოდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ერთ-ერთი განყოფილება ჩააბარეს. ახლა ისიც იმ სპეცრაზმელების რიგებშია, რომელსაც ათქმევინეს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება საკუთარ თავზე მხოლოდ სექტემბერში მიიღო და შეურაცხყოფილიც დარჩა. შეურაცხყოფილი რო არის ბოლო პერიოდში მეზობლებმა თუ შეატყეთ დამწუხრებული სახით ხო არ დადიოდა? სევდიანი ხო არ იყო? თვითონ რაღაცა ისეთ შინაგანად ხო არ ფორიაქობდა რომ შეურაცხყოფილი იყო? შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული ფაილებით დგინდება, რომ სუსში გამოძიება ხაბეიშვილის წინააღმდეგ, მას შემდეგ დაიწყო, რაც აქ მამუკა მდინარაძე მივიდა. არადა ხაბეიშვილმა მოწოდება, რომელიც სპეცრაზმელებს ეხებოდა, ივლისში გააკეთა. ის რაც ივლისში დანაშაული არ იყო, დანაშაულად შერაცხეს სექტემბერში.